მე მეშინია. დავიღალე გასახდელში დამალვით. მე გავდივარ აქედან. დარწმუნებული ხარ, კარგი დრო რომ არის? რა მოხდება თუ იქ უცნაური ბიჭი დგას? როგორც კი გავალთ, ის მაშინვე თავს დაგვესხმება. მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ აქ უკვე? დავიღალე. სანამ ვინმე არ მოვა საშველად. ჰო, რა დახმარებაზე საუბრობ? არავინ არ იცის რომ აქ ვართ ჩაკეტილები. ინ, ბრძოლა შეგიძლია? არა, არასდროს მიჩხუბია. ყველა ჩინელმა იცის კარატე. შენ რატომ არ იცი? იმიტომ რომ მე არ ვარ ჩინეთიდან, მე ვარ კორეიდან, ბოდიში. გოგოებო, რადგან არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ბრძოლა, ჩვენს თავს დავიცავთ. იატაკის საწმენდი, მშვენიერია, ესეც ასე. მტკივნეულია. გოგოებო, დამეხმარეთ. ქოთანი, რაში გჭირდება? მძიმეა, შეიძლება ამის თავში ჩარტყმა. ჩვენ მზად ვართ. ესეც ასე, შენ ვერ დაგვიჭერ. კარი, კარგად დაიჭირე. რაც შეიძლება მაგრად ვიჭერ. კარგი ლოლა, შენ ყველაზე ძლიერი ხარ, შენს გუნდში, ხომ იცი ეს? შენს გოგოს მაინც არ აქვს კრისზე კარგი უკანალი. რა შუაშია ეს უკანალთან? ხო, უბრალოდ ვამბობ. სერიოზულად ამბობ? შავებში ჩაცმული ბიჭი დგას, დუნდულებზე ლაპარაკობ. დაკ, მადლობა ჩემი უკანალის დაფასებისთვის. რა უნდა ამ ნაძირალას ჩვენთან? რატომ მოგხვდევს? მას მოსწონს ჩემი პატარა კრისი და სურს კრისთან შეხვედრა. დაკ, სულელი ხარ? ჩემთან შეხვედრა რომ უნდოდეს, ყველას არ გამოყვებოდა. ის უბრალოდ მოვიდოდა და შემხვდებოდა. დედა მეშინია, წამიყვანე აქედან გთხოვ, რა ჯანდაბა ხდება. დენს გაჩუმდი, დედა ახლა ვერაფერში დაგეხმარება. რას უყურებ? წადი აქედან. ჰეი, სად მიდიხარ? მეგობრებო, ჩვენ შარში ვართ. მან ჩაგუკეტა. ჩვენ აქედან ვერ სად გავალთ. ჩვენ ყველანი მოვკვდებით. შეწყვიტე ტირილი. ჰო, მან ჩაგუკეტა. სერიოზულად, როგორ ფიქრობ, რა ვთქვი? ძალიან მტკივა. უბრალოდ ვამოწმებდი. გოგოებო, ჩუმად იყავით. აუ, ფრჩხილი მოვიტეხე. რა გჭირთ, გოგოებო, ის აქ არის. მიიღეს. გოგოებო, უკან დაიხიეთ. ღმერთო ჩემო, შენ დაარტყი მას. გოგოებო, მოდი ვნახოთ ვინ არის. გაგირდი, მე აქედან გავდივარ. მე ჩვენთან ერთად მოვდივარ. ჰეი, მე არ ვაპირება მასთან მარტო დარჩენას. მოიცადეთ. რას უყურებ? მენდი, გოგოებმა რატომ გცემეს? რა? შენს თვალზე ვამბობ, რომელიც გაშავებულია. შენს გარეშეც ვიცი ეს. უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. დიახ, უბედური შემთხვევა. უბრალოდ მილანამ გცემა კამილის გამო. გაჩუმდი ჩაკ. უბრალოდ დავეცი და სახე დავარტყი. ხო, როგორ არა, მჯერა. კარგი ჩაკ. მენდი, სად არიან მოზარდები? მენდი, რა დაგემართა თვალზე? ვინმე მგცემა? არა, უბრალოდ მაკიაჟს ვიკეთებდი. მოდური თამაშია. ჰა, კარგი, მენდი. მენდი, მე არ მჯერა შენი. მან თქვა რომ ეს უბრალოდ მაკიაჟია. სად არიან ბავშვები? მაქს არ ინერვიულო ამაზე. კარგია რომ აქ არ არიან. კამპუსი ახლა უფრო მშვიდი და ლამაზია.
უცნაურია. კარგი, კალათბურთის მოედანს შევამოწმებ. მაქს, მეც შენთან ერთად მოვდივარ. მენდი, სახეზე სისხლჩაქცევა გაქვს. ჩაკ, თუ არ შეწყვეტ ჩემს დაშინებას, შენ ზუსტად ასე გექნება თვალი. ლამაზი ვარცხნილობაა პატარა კრის. 1000 ჯერ გითხარით, მებზე ხელი არ მომკიდო მეთქი. მაპატიე, პატარა კრის. კარგი დავიღალე ამით. მასწავლებელ მაქს დავურეკავ. შენ ისეთი ჭკვიანი ხარ. მე ეს ვიცი. ტელეფონი სპორტ დარბაზში არ იჭერს. ნულს სლუკუნებ. მეშინია, რა უნდა ვქნათ? ამიტომ უნდა ისლუკუნო? მეგობრებო, კაფეში არავინაა, ყველა ადგილი ცარიელია. მე მოვაწყეს, რომ ხელი არავინ შეუშალოს ჩვენს ჭამას. დილან, შენ ისეთი კომუნიკაბელური ხარ. რა ხდება, პონკა? რატომ მეძახი ამ სახელებს? სახელი არ დამეძახია. დილან, მან უბრალოდ აღნიშნა, როგორი მაგარი და კომუნიკაბელური ხარ. მაგარია ძმაო, გააუმჯობესე ინგლისური. ვიცოდი ეს სიტყვა, ხუმრობდი, პონკა, მეგობრებო, მიირთვით პიცა. სახეში არ დამარტყა. ღმერთო, ეს საშინელებაა. მეგობრებო, ვინ არის ეს? ის საშინელი ბიჭია. ისე უცნაურად გვიყურებ და ჭამა კი არა, ტუალეტში გასვლა მომინდა. თუ შეამჩნიე, მან ჩვენი პიცა მთლიანად წაიღო. ხო, ეს ალბათ ხუმრობაა, რომელიღაცა მოსწავლეა ჩაცმული ასე და ცდილობს რომ შეგვაშინოს. მეგობრებო, უნდა მოვძებნოთ სხვები და ვკითხოთ რამე. იქნებ ვინმე მიცოდეს რა ხდება. კარგი, ჯერ საპირფარეშოში წავიდეთ. მიხარია რომ დამეხმარეთ გოგონებო. მარტო ამას ვერ გავაკეთებდი. დაინახე ქოთანი თავში როგორ ჩავარტყი? მე კი ისე ძლიერად დავარტყი, რომ მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება. გესმით ეს გოგოებო? გოგოებო, თუ რამე მოხდება, მოემზადეთ ბრძოლისთვის. ხო. ლორა. ლორა. ჯანდაბა მეშინია, შავებში ჩაცმული მამაკაცს ვემალები. შენმა ჩოგბურთელმა მეგობრებმა უცბად მიგატოვეს? შიშარა ხარ. შენ ხარ მშიშარა. რა თქვი? გოგოებო, ახლა ნუ ვიჩხუბებთ. ჩვენ ახლა ერთად უნდა ვიყოთ. კარგი, გამოდი, ყოფილ საუკეთესო მეგობარო. გამოვედი. ჰალკ, იჩქარე. შენ უკვე 9 საათია უმიზნებ. მოიცადე, მაცადე, კარგად დავუმიზნო. კარგი, მე შენთან აღარ ვითამაშებ. შენ მატყუ არა ხარ. ჰალკ, გაჩერდი, ეს უბრალოდ თამაშია. კარგი რა ჰალკ, კარგი თამაში იყო. რატომ ხარ განაწყენებული? თაღლითი ხარ. ჰალკ, ბოდიში, მეტჯერ აღარ გავიმეორებ. შევრიგდეთ? შევრიგდეთ. წავიდეთ. იცოდე, ეგრე აღარ მოიქცე. რა თქმა უნდა. მეგობრებო, ეს სასწრაფოა. რა ჯანდაბა გინდათ ლუზერებო? ახლა თქვენთვის დრო არ გვაქვს. ჩვენ ვთამაშობთ. მოშორდით აქედან. ამის შესახებ არაფერი იცით არა? ახლა მთელი კამპუსი საფრთხეშია. სადღაც აქ შავებში ჩაცმული უცნაური კაცი დადის. მე თვითონ ვნახე ის ჩემი თვალით. საშინელება იყო. კაცი შავებში? ჯერა მათი, კამილ, იქნებ არც იტყუებიან. კარგი, წავიდეთ და შევამოწმოთ. თუ რამე სიტყუებით, თქვენ ყველანი დიდ უბედურებაში აღმოჩნდებით. ჩვენ არ ვიტყუებით, მოდი წავიდეთ. ჯანდაბა. სახლში წასვლა მინდა.
ძალიან მეშინია. მომეცი აქ, შეწყვიტე დარტყმა. შენი დარტყმა თავს მატკიებს, რასაკეთებ? არ გესმის ძმაო, მე ვარდიშობ, რომ გავუმკლავდე შავებში ჩაცმულ უცხოკაცს. მე მზად ვიქნები მასთან შესარკინებლად. ჩაკ, ჯანდაბა. მეგობრებო, ჩაკი აქ არის, ჩვენ გადავრჩებით. რას უყურებ, იჩქარე? გადაგარჩინეთ. ჩაკ, შენ ჩვენი მხსნელი ხარ. ლოლა. სწორედ ის ბიჭია შავებში, ლუზერები რომ გვეუბნებოდნენ წეღან. ჰო, ეს ის არის. მორჩა ძმაო, დასრულდა. ჰეი, შავებში ჩაცმულო, სკოლა ხომ არ შეგეშალა? შემთხვევით? გადი კამპუსიდან. ეს ის ბიჭია, რომელიც მთელ კამპუსს ავიწროვებს. რა პრობლემაა? ჰალკ, როგორც ჩანს, მას არ ესმის. მეგობრებო, მას არ ეშინია. ჰალკ, რა ვქნათ? შენი დახმარება მჭირდება. კარგი. ჯანდაბა. ის ჩვენთან დაბრუნდა. ნება მიბოძეთ, ჩემი ჯოხით კარგად მოუდო მას შავს თავში. ვითომ არც არაფერი მინახავს. მადლობა. თუ რამე დაგემართება, მე შენ არ დაგივიწყებ. რა ჯანდაბა? შენ რა, გაგიჟდი? დაიხარე, მე გითხარი დაიხარე, წაიკუზე კი არა. მეგობრებო, ის დავარდა. მოდი ვნახოთ, ვინ არის ნიღბის ქვეშ. ფაზლ? რა ჯანდაბა? ფაზლ? ჯანდაბა, რატომ დამარტყით ასე ძალიან? მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. შევხვდებით. ძმაო, გაგიჟდი?